ახალსადაზღვევო პოლიციების მფლობელები 1 სექტემბრიდან გამოიყენებენ პოლიციების დარიგება უკვე დაიწყო. სახელმწიფო დაზღვევას ყველა პენსიონერი 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი და სტუდენტები მიიღებენ. პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეეხებათ. სადაზღვევო პოლიციით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დეტალები დღეს ფუჩი შეკრებილ მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ჯანმრთელობის პრობლემა კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და მთავრობა მუშაობს რომ დაზღვევა ქვეყანაში ყველა ადამიანმა მიიღოს. პოლიციების გამოყენება 1 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი გახდება. მათ დღეიდან საქართველოს ფოსტის წარმომადგენლები მცირეწლოვან ბავშვებთან, სტუდენტებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან თავად მიიტანენ. ყველაზე მეტად სამეზობლოში რომ ვთქვათ ვიღაცას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლიციებს დღეს ათასობით ადამიანი საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში 550,000-ზე მეტი პენსიონერი იღებს. რაც პენსიასთან ერთად რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობის თითოეული წევრი დადის მთელ საქართველოში და ხვდება უამრავ ადამიანს, დავინახეთ რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ჯანმრთელობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და ხარჯები კი სწორედ ის არის, რაც თითოეულ ოჯახს ყველაზე მეტად აღელვებს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ასეთი შიში რომ ვაიმე ან მე ან ჩემი ოჯახის წევრს რომ რამე გაუჭირდეს გვაქვს თუ არა საკმარისი ფული იმისათვის რომ ან ვიმკურნალო ან ოჯახის წევრს უმკურნალოთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ თითოეული პენსიონერი რომელიც ახლაც ლიბერტი ბანკის რაიონულ ოფისებში დგას რიგში და ელოდება პენსიასთან ერთად მიიღებს არა მხოლოდ თანხას, არამედ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს. და მე მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე 1 სექტემბრიდან თქვენ შეგეძლებათ აი ამ დაზღვევის პოლისების გამოყენება და ბუნებრივია ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება თითოეული ოჯახისათვის. დამატებით 550,000-ზე მეტი პენსიონერი უკვე ვთქვით, დამატებით კიდევ საქართველოს ფოსტა აი ამ დღევანდელი დღიდან ესეთ პოლისებს მიიტანს იმ ოჯახებში, სადაც არიან 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვები და ასეთი არის 250,000-ზე მეტი ბავშვი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე ასეთი პოლისები მივა იმ ოჯახებს, სადაც არიან სტუდენტები, ასეთი პოლისები მივა იმ ოჯახებს, სადაც არიან მკვეთრად გამოხატული, ანუ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირები და აგრეთვე ყველა ბავშვი, ანუ 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების პირი. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პენსიონერების ნაწილს და ბავშვების ნაწილს უკვე ვაზღვევდით, როგორც სახელმწიფო, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები იყვნენ და თქვენ თუ კითხავთ თითოეულ თქვენს მეზობელს, ახლობელს, ვისაც უკვე ქონდა პოლისი, გეტყვით, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა ჯანმრთელობის ხარჯი ამ პოლისმა და ეხლა თქვენ შეგიძლიათ უკვე ამითი ისარგებლოთ. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა აქ ვართ ფოთის განახლებულ საავადმყოფოში და ამ საავადმყოფოში თავისთავად კარგი არის კვალიფიციური პერსონალი, ახალი აპარატურა, განახლებული ყველაფერი, მაგრამ სირთულეს ქმნის ის, რომ თითოეული ადამიანი ფიქრობს, რომ რა თმინდა ახალი საავადმყოფო თუ არ შემიძლია შევიდე და იქ ელემენტარული ანალიზი გავიკეთო და ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა და როდესაც პრეზიდენტმა ეს გააჟღერა ჯერ კიდევ პარლამენტში და გამოვიდა ამ ინიციატივით და თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობა ამაზე მუშაობს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ყველა ოჯახს დავეხმაროთ იმაში, რაშიც ყველაზე მეტად სჭირდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯანმრთელობის დაზღვევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვისაც ჩვენ შეგვიძლია